გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყნის სამხედრო ძალების მომავალი განვითარების სტრატეგია წარადგინა. მისი განცხადებით, მსოფლიო უფრო საშიში გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გერმანია ახალ რეალობას მოერგოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ყოვლისმომცველი კონცეფცია წარმოადგინა, როგორც სამხედრო თავდაცვის კუთხით, ისე რეზერვის სტრატეგიის მიმართულებითაც. ბორის პისტორიუსმა რეგიონში სტაბილურობის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. იშვიათად ყოფილა სამხედრო სტრატეგიის შედგენა ისეთი აუცილებელი, როგორც ამ ისტორიულ ეტაპზეა. საფრთხეები უფრო გამწვავებულია, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შემდეგ. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი ისეა ეჭქვეშ დაყენებული, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა. შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად. მსოფლიო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. დიახ, ესეც უნდა ითქვას, უფრო საშიში გახდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. ამავდროულად ის ამბობს, რომ თავად უკრაინაც ეხმარება გერმანიას. კერძოდ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვს, გერმანელ ჯარისკაცებს შესაბამის ტრენინგებს ჩაუტარებენ. ასევე ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინული ძალები გადაამზადებენ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელებისგან ვიღებთ მონაცემებს, რომლებსაც ისინი ბრძოლის ველზე აგროვებენ. მათ კი ჩვენი სისტემებისთვის გამოვიყენებთ, ასევე შესაბამის მონაცემებზე დაფუძნებული საბრძოლო მართვისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, სამხედრო სტრატეგიას პასუხისმგებლობა ევროპისთვის ჰქვია და ჩვენი ბუნდესვერი ამ პასუხისმგებლობას იღებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ჰორმუზის სრუტის გახსნის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, ევროპის პოზიციაა, რომ ჰორმუზის სრუტე თავისუფალი უნდა დარჩეს და მასზე ხარკი არც ირანმა და არც ერთმა სხვა სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს. ჩვენთვის ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის შესაბამისობის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უმოქმედოდ ვერ ვუყურებთ, როგორ შეიძლება მომავალ წლებში ისეთი საზღვაო სრუტეები, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე ან მალაკის სრუტე, გადასახადებიან მარშრუტებად გადაიქცნენ. ეს ზღვებში გადაადგილების თავისუფლების მხრივ აშკარად არღვევაა და ეს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასასრული იქნება. შესაბამისად, ჩვენ მოქმედების ვალდებულება აქაც გაგვაჩნია. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ირანის ომი ეკონომიკურ კატასტროფად შეაფასა და განაცხადა, რომ გერმანიას კონფლიქტში ვერ ჩაითრევენ. თუმცა მისივე განცხადებით, გერმანია მზადაა რეგიონში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ის მხარეებს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტისკენ და ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.